სპარსელები წამოეწივნენ და ხმლით აჩეხეს. დადუმდნენ ქართველთა ზარბაზნები, რომელთა გრიალი მთებიდან გარემოს აყრუებდა. ქართველებმა მთებიდან რომ თავიანთი ზარბაზნების ხმა ვეღარ გაიგონეს, მიხვდნენ, რაც სუდადაც იყო საქმე. მრავალრიცხოვანი მტერი უმოწყალოდ ანადგურებდა თბილისის დამცველებს, რომლებიც უკან დახევის ნაცვლად ვაჟკაცურად უტევდნენ მომხდურთ. საჭურისი, მაგრამ უშიშრად ცნობილი, გამძვინვარებული აღა მაჰმად-ხანი ახლა ალბათ შეშინდა კიდეც. სიყრმიდან ჩემითა ვიდრე აქომამდე სულ ბრძოლაში ვარ და არსა და მიხილავს მე წინააღმდეგნი, ვითარ ესე კაცნი ჩემთა მიმართ ყოფდნენ ბრძოლას. ერეკლეს რაზმები თითქმის განადგურდა. ისის იყო, უნდა შეეპყროთ ერეკლე, რომ ერთგული მებრძოლები წრედ შემოერტყნენ მეფეს და თანდათან უკან დახევა დაიწყეს. თითქმის ძალით აიძულეს ერეკლე გალავნის კარისკენ წასულიყო. ძალით საჩქაროდ გაარბენინეს გულმოკლული ერეკლე. მახათას მთის ძირში შეჩერდნენ. ერეკლემ თავისიანებს მიმართა. ჩემო ძმებო, ჩემო შვილებო, ჩემო მეგობრებო, ჩემო საყვარლებო და ჩემო სასურველებო, მე თქვენთვის უნდა მომკვდარიყავი და თქვენ ჩემთვის იყოცებით. აბა რაღაც მეფე ვარ, რით დაგიფარეთ? რატომ ღმერთმა გუშინვე ჩემი თავი არ მოაკვლევინა და ეს საშინელი უბედურება მაჩვენა, რა კარგი, ბედნიერი სიკვდილი იქნებოდა ჩემთვის.